წინაშე ვიყოფებით ახლა. ჩვენ წალენჯიხასთან გქონია თამაშები რამოდენიმე. ჩემი აზრით კარგი შედეგით დასრულებულა, რამოდენიმე მოგებაც გვაქვს, ერთი დამარცხება გვაქვს მათთან. დახვედრა კარგი იყო. თამაშით დიდ კამაყოფილი არ გვაქვს. არ ვარ მეც შეგვეძლო პრინციპიანად და ცოტა ჩაგდებები გქონდა. ისე კარგად გავართვის თავი ჩემი აზრით. მინახავს ბევრი დარბაზები და ეს ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემი აზრით. ხონი ჩამოვიდა ჩვენთან ამხანაგურ შეხვედრაზე და ჩვენ ვართ ქალაქ ჯვარის გოგონათა ფეხბურთის გუნდის აუტარები. ვაყოფილი ვარ, რადგან მოვიგეთ, თუმცა ჩემი აზრით ბევრად მეტი შეგვეძლო და გუნდელები ცოტა უკმაყოფილები არიან. სანამ ამ დარბაზს გააკეთებდნენ, მართლა არ ქონდა პირობები. ანუ ფიზიკურად ვერ ჩავატარებდით რა თამაშებს, იმდენ სულ დარბაზი იყო, იატაკი იყო საერთოდ. ვიმყოფებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ახლად რეაბილიტირებულ სპორტულ კომპლექსში, სადაც შედგა ჩვენი ამხანაგური თამაში. ჩვენ წლების მანძილზე ჰქონდა ურთიერთობა ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტურნირებზე, სადაც დავმეგობრდით, ბავშვებმა გაიცნეს ერთმანეთი და რადგან გვინდოდა რომ გაგვეღმავებინა ეს ურთიერთობები, ჯანსაღი ცხოვრების წესის მოგვეხდინა უფრო პოპულარიზაცია, ჩამოვედით აქ, რათა გავმართოთ აღნიშნული შეხვედრა და შემდეგ ვფიქრობთ, რომ მოვიწვიოთ ეს გუნდი ხონშიც, სადაც სხვა რაიონებთან ერთად ჩავატარებთ ასევე ამხანაგურ ტურნირს. ჩვენი გუნდი, გოგონების გუნდი ემზადება საკობრივი ჩემპიონატისთვის, რომელიც გაიმართება აპრილში, ჯერჯერობით ადგილი უცნობია. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მანამდე ჩაგვეტარებინა ამხანაგური თამაშები. დღე ჩვენი სტუმარი იყო ხონის გუნდი ალუბლები, რომლებიც არიან საქართველოს ჩემპიონატში, ასაკობრივ გუნდში და საკმაოდ ძლიერ სიზიგრეებთან გამოირჩევიან. მოგლეთ დღეს გადავწყვიტეთ, რომ ამ გუნდთან ქონოდა სამხანაგური შეხვედრა და მოგლეთ მინდა რომ ერთი შეხვედრა ჩავატაროთ გასვლა, ერთი შეხვედრა ჩავატაროთ აქ სახლში. ჯოარა ეს მოდარმოზი და ამის რეკონსტრუქცია ჩვენ ფაქტურად ვერ შეგვიძლია ბიჭების გუნდის გახსნა. რადგან გოგოების გუნდი რო არსებობს, ორივე გოგოები მარჩევენ ჯვარში, მაგრამ შაბათს მოდიან აქ. ასე რომ წალენჯიხას უნდა ყოფილიყო ესეთი გუნდი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი სიზილით და მიიღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირებში. ასე რომ 1 მარტიდან ოფიციალურად წალენჯიხაში გაიხსნა ბიჭების გუნდი და იქნება ყველაფერი ვარჩები ამ დარბაზში. ჩვენ ვიმყოფებით წალენჯიხის სპორტ კომპლექსში, რომელიც გავარემონტეთ და ძალიან კარგად გამოიყურება და ჩვენ ხედავთ, როგორი ბედნიერები არიან ბავშვები. დღეს ჩვენ გსტუმრობს ხონის გუნდი, ფრენბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს წალენჯიხაში. ეცნობიან ერთმანეთს, მეგობრდებიან, თამაშობენ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან წალენჯიხა გადის საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მასშტაბით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საზღვრების გარეთაც გავა და აი ეს ფანტასტიკური ბავშვები, რომლებსაც თქვენ ხედავთ და ერთობიან, თამაშობენ, არიან ძალიან ბედნიერები. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ძალიან საინტერესო მიღწევები ექნება და ასახელებენ რა თქმა უნდა წალენჯიხას. ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ისევ და ისევ ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას. ჩვენ ვაგრძელებთ რომ იმ დასახულ მიზანს, რასაც წალენჯიხის პოპულარიზაცია ქვია, ჩვენ გვინდა რომ ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოვიდეს, ბევრმა გაიცნოს წალენჯიხა და რა თქმა უნდა წალენჯიხელმა ბავშვებმა იბედნიერონ და ძალიან ბევრი კარგი წარმატებები ჰქონდეთ ცხოვრებაში. წალენჯიხის მერია ზოგადად მაქსიმალურად უწყობს ხელს წალენჯიხაში სპორტის განვითარებას, სპორტული ღონისძიებების ჩატარებაზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გუშინ დავაანონსეთ ჯვარის ჭიდაობის დარბაზის რეაბილიტაცია, მისი რემონტი. უკვე ტენდერზე არის დადებული ჩოგბურთის კორტის დასრულება, ასე ვთქვათ, ბოლომდე შენობა იყო ერთი დარჩენილი და როგორც კი თანხები გამოგვიშთა, მაშინვე ამ შენობის მშენებლობას დავდეთ და სრული კომპლექსი იქნება ჩოგბურთის წალენჯიხაში და უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი თანამედროვე სტანდარტების ჩოგბურთის კორტი სამეგრელოს რეგიონში არ არსებობს. პირველი არის წალენჯიხაში და ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის ახალგაზრდები, პრიორიტეტულია ჩვენთვის სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. მოსახლებამ კარგად იცის, რომ ასევე იუვენტუსის ბაზა არის გახსნილი წალენჯიხაში. ესე ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა არის წალენჯიხისთვის და რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ეს ერთობლიობაში ქმნის ძალიან ჯანსაღ სურათს წალენჯიხის სწორი განვითარების, პრიორიტეტების, მომავლის და ჯანსაღი ცხოვრების წესის.